მძიმე ნიშნები ომის ცენტრში. 2026 წლის 1 აპრილს 4 შაბათს ირანის სახელმწიფო მედიამ დაიწყო მტკიცება, რომ რამზან კადიროვთან დაკავშირებული ჩეჩენი ძალები მზად არიან ირანის მხარეს საბრძოლველად. თუ შეერთებული შტატები ხმელეთზე შეჭრას გადაწყვეტს, ეს შეტყობინება ბევრად უფრო სერიოზულია. თეირანი სულ საჩვენოს, რომ თუ ამერიკელი ჯარისკაცები ირანის მიწაზე ფეხს დადგამენ, დაპირისპირება შეიძლება აღარ იყოს მხოლოდ საჰაერო ომი და გადაიქცეს კიდევ უფრო დიდ სამხედრო კრიზისად, სადაც უცხოელი მებრძოლები ჩაერთვებიან ფრონტზე. ამ ისტორიის ცენტრში ჩნდებიან ჩეჩენთა დანაყოფები, რომლებიც კადიროვის წრესთან არიან დაკავშირებული და განსაკუთრებით მეთაური აფთი ალაუდინოვი, ახმატის ძალების ხელმძღვანელი. მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის ირანში წავიდეს დღესაც კი, თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ნებას დართავს. ეს ხელს უწყობს ახსნას, რატომ მოიპოვა ამ ამბავმა ასეთი დიდი რეზონანსი. ეხლა ირანი ცდილობს ამერიკის შესაძლო შეჭრა გადააქციოს უფრო დიდ მოვლენად, თითქმის როგორც რელიგიური და პოლიტიკური მობილიზაციის მოწოდება ვაშინგტონის წინააღმდეგ. ირანს სურს მკაფიოდ აჩვენოს, რომ არ აპირებს მარტო დაუპირისპირდეს ამერიკის სახმელეთო შეჭრას. ეს ნაბიჯი სწორედ მაშინ ჩნდება, როცა სახმელეთო მოქმედების შესაძლებლობა კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდა. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის მთავრობა განიხილავს ჯარების გამოყენებას კარკის კუნძულის დასაკავებლად, რომელიც ირანის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე რომ საზღვაო ქვეითები და საჰაერო სადესანტო ჯარები რეგიონში გაგზავნეს, რათა თეთრი სახლის სამხედრო არჩევანი გაფართოვდეს. ამავე დროს მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ მიიჩნევს, რომ შეუძლია მიზნების მიღწევა ფართომასშტაბიანი შეჭრის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მან აღიარა ძალების გაგზავნა მანევრის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, თუ სიტუაცია გაუარესდება, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ომი. ირანული ხედვით ომი შეიძლება გადავიდეს რაკეტებისა და დაბომბვების ეტაპიდან და შევიდეს ფაზაში. Passam limitada, incursões e resposta terrestre. სადაც ეს რისკი უფრო ფეთქებად საშიში ხდება სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარგის კუნძული მარტო უზრუნველყოფს ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს. და სრუტე ჩვეულებრივ ატარებს მსოფლიოს ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20%-ს. ამიტომ სამხედრო გათვლა სასტიკია. თუ შეერთებული შტატები შეეცდება ამ წერტილის დაკავებას ირანის ეკონომიკის დასახჭობად, ზიანი თეირანისთვის უზარმაზარი იქნება. მაგრამ ღირებულება შეიძლება დამანგრეველი იყოს თავად ამერიკელებისთვისაც, რადგან როიტერსის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები აფრთხილებენ რაკეტების, დრონების, საზღვაო ნაღმების და უფრო ხანგრძლივი ომის რისკზე. აი რატო არის ჩეჩენი ძალების გაძლიერების ეს მუქარა ასეთი მძიმე? ეს ემსახურება ნებისმიერი სახმელეთო ნაბიჯის პოლიტიკური და სამხედრო ფასის გაზრდას. ამ ნარატივის მიზეზიც უფრო ნათელი ხდება. ირანის სახელმწიფო მედია ცდილობს გაკიდოს იდეა, რომ ამერიკული შეჭრა მხოლოდ ირანზე აგრესია არ იქნება, არამედ უფრო დიდი ომი, რომელიც აისახება რუსეთზე, ახლო აღმოსავლეთზე, ენერგეტიკაზე და უკრაინის კონფლიქტზეც კი. ეს რიტორიკა ცდილობს გააერთიანოს მხარდამჭერები, დააშინოს ვაშინგტონი და გააფრთხილოს სხვა ქვეყნები, რომ კონფლიქტი შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. ამავე დროს არსებობს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჯერჯერობით არ არსებობს დამოუკიდებელი დადასტურება ამ ჩეჩენთა ჯარების რეალური გადაადგილების შესახებ და არც მოსკოვს, არც ჩეჩნეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ გადაწყვეტილება, რომ გაგზავნონ დანაყოფები ირანის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ამ შეტყობინების უბრალო გავრცელებაც კი უკვე ახდენს გავლენას, რადგან ის კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას ომზე, რომელიც შიშით, გათვლებითა და პროპაგანდით არის გარშემორტყმული. ირანს სურს დაარწმუნოს მსოფლიო, რომ სახმელეთო შეჭრა აშშ-ისთვის ისტორიული შეცდომა იქნება. ის ცდილობს შექმნა შთაბეჭდილება, რომ ირანის მიწა არ იქნება მხოლოდ რთული საბრძოლო ველი, არამედ მახე, რომელიც ახალ მებრძოლებს მიიზიდავს, სპარსეთის ყურეს აალებს და გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. და ეს გაფრთხილება ჰაერიდან არ მოდის. ვაშინგტონ პოსტის მიერ შეგროვებული კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკელების უმრავლესობა უარყოფს სახმელეთო ჯარების გაგზავნას ირანში. იმ დროს, როცა დასავლელი მოკავშირეები უკვე მხოლოდ ჰორმუზში ომის შემდგომი თავდაცვითი მისიების განხილავენ და არა მიმდინარე კონფლიქტში უშუალო მონაწილეობას, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თეირანი ცდილობს ზუსტად ვაშინგტონის ყველაზე მბრძნობიარე წერტილის გამოყენებას. შიშს, რომ შეიძლება ჩაებას ძვირადღირებულ ხანგრძლივ და პოლიტიკურად ტოქსიკურ სახმელეთო ომში. თუ აშშ-ში მართლაც გადაკვეთს ამ ხაზს, ომი ახალ ეტაპზე გადავა.